გორში ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ამ ეტაპზე ასფალტის საფარის პირველი პირი იგება. პროექტის მიხედვით მოეწყობა 850 მეტრი გზა, როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ასევე მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტისთან დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 600,000 ლარზე მეტია. გორის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები. დღეს დავათვალიერეთ ქალაქ გორში წმინდა წყლის დასახლებაში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი გზის სამუშაოები. სამუშაოები ფინანსდება როგორც რეგიონულ განვითარების ფონდის დაფინანსებით, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. მთლიანი სამუშაოების ღირებულება არის 600,000 ლარზე მეტი და დაახლოებით კილომეტრამდე გზა მოეწყობა. ჩაალაგდება ბორდიურები, გაკეთდება გზის საფეხმავლო, ასევე ტროტუარები, გაკეთება წყლის არიდება, რითაც იყო შეწუხებული ეს თლიანი დასახლება, რომ დგებოდა ტბორი და ძალიან გაუსაძლისი პირობები ჰქონდათ. ამიტომ ყველაფერი მოწესრიგდება და გაკეთება საუკეთესო გზა. აქ იყო ძალიან ცუდი მდგომარეობა. გაუვალი სიტუაცია იყო, იქ ბავშვები, იქ დიდები, მოხუცები, გადაადგილების საშუალება ნაკლებად შეუძლებელი იყო. ეხლა კეთდება ისე და მადლობა ამ კომპანიასაც და ამ ყველას, რომ ესე კეთდება ხარისხის მიხედვით ყველაფერი.